მოგესალმებით. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის თამაში გვაქვს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი გუნდი, ესენია ამალთეა და ყინული 9. აბა როგორ ახართ მითხარით? ჩვენივრად შესანიშნავად, ყინული. ჩვენც. ყინულივით თუ გულმხურვალი? გულმხურვალი. კარგია, წარმატებებს გისურვებთ ორივე გუნდს, რა თქმა უნდა, საინტერესო ფორმატია ჯგუფური ეტაპი, თითოეულ გუნდს უწევს 3 თამაშის ჩატარება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ გამგზავრდით მოიპოვოთ გულები. ორივე გუნდს, რა თქმა უნდა, ამას გისურვებთ. გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს დასაჩუქრდებით წიგნების თაროსგან, მაგრამ მთავარი საჩუქარი იქ ფინალში გამარჯვებულს ელის, ეს იქნება საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. მეგობრებო, დავიწყოთ თუ არა თამაში? დავიწყოთ. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც პირველად მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და ბევრი ბრიტანელისთვის მისაბაძ თუ საკულტო გმირად იქცა. ასეთ პოპულარობას ხელი ეკრანიზაციებმაც შეუწყო. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებზე გავლენა სიამაყე და ცრურწმენამ მოახდინა. და შეიძლება ითქვას, პერსონაჟის პროტოტიპიც ელიზაბეთ ბენეტია. სიმბოლურობა იმ ფაქტშიც გამოვლინდა, რომ გმირის ერთ-ერთი სატრფო გვარად დარსია. სერიის პირველ წიგნში ქალი პერსონაჟის ყოველდღიურობას და რომანტიკულ ურთიერთობებს ვეცნობით. გმირს სხვადასხვა ჩვევა აქვს, რომელთა შეცვლაც ახალი წლისთვის სურს. ბრიჯიტ ჯონსი ბრიჯიტ ჯონსი. ელიზაბეთ ბენეტს გავს რამით? წაკითხული არ მაქვს სიმართლე რომ და ეს ფილმი ვქნახი და ალბათ გავს თუ მან წერია ალბათ გავს. სიუჟეტურად გავს. ფილმს აწარმოებს თან, ხო, ბრიჯიტ ჯონსი და ინიშნავს ყველაფერს საკუთარი თავის შესახებ. ეს ორი პასუხია, ეს არის ბრიჯიტ ჯონსი ნამდვილად ჰელენ ფილდინგის მიერ შექმნილი პერსონაჟი. შეიძლება ითქვას მე-20 საუკუნის ბრიჯიტ ჯონსი, ისა მე-20 საუკუნის ელიზაბეთ ბენეტი შექმნა ბრიჯიტ ჯონსის სახით ჰელენ ფილდინგმა. კეთილი, გავაგრძელოთ მეგობრებო, მეორე რაუნდი. ციტატა. ხო მართლა, ის ფინჯანი. აი ის შავი ორიბე რა უყავით? ისევ თქვენთან არის? რომელი მამა თქვენის ნაჩუქარი? დიახ, ჩემთან არის. ხომ არ მომხიდით? კი ბატონო. იჭვნეული, გაოცებული თვალები ერთბაშად გესლით აევსო. კი ბატონო. ვერა და ვერ ველეოდი, მინდოდა მამა თქვენის სახსოვრად დამრჩენოდა, მაგრამ რახან ასე დაჟინებით მოითხოვთ? კი ბატონო. გნებავთ დღესვე მოგიტანთ იმ ფინჯანს. ალბათ გადაწყვეტილი გაქვთ ისევ ჩაის ცერემონიალს მიყოთ ხელი. ეგა ხო ეს 1000 ფრთიანი წერო. 1000 ფრთიანი წერო. რომანი, რომელიც ჩაის ხსენებაზე პირველი გვახსენდება. კი, ფინჯანი რომ ახსენეთ. ფინჯანიც, ჩაიც, ეს ყველაფერი იასუნარი კავაბატას ხელწერაა. ეს არის 1000 ფრთიანი წერო, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. კიდევ 3 ქულა დაიმატა საკუთარ აქტივში ყინული 9 და 6-0 გახდა ანგარიში. ამალთეასთან იყო ვერსიები? თუ დაგვასწრეს დაჭერა. დაგასწრეს. აბა უფრო რისკიანად ვეცადოთ შემდეგ რაუნდებში მაშინ. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც 21 საუკუნეში გამოიცა და ამერიკელ ჟურნალისტს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ის ჯონათან საფრან ფოერის ძმა. ის არის, ვიცი, როგორ აგიხსნა ფეხბურთო სამყარო.
რაო? როგორ აგიხსნა ფეხბურთო სამყარო? ფრანკლინ ფოერის წიგნია, რომელიც ჯონთან საფრანგეთის ძმა არის. ფოერების ოჯახის ახლობელი. აბა რა. ილია შარმანაშვილი და ეს სწორი პასუხია ნამდვილად. როგორ აგვიხსნა გნებავთ, როგორ გვასწავლა ფეხბურთმა სამყარო, ფეხბურთზე დაკვირვებით და საფეხბურთო მოვლენებზე დაკვირვებით, ავტორი ცდილობს პოლიტიკური მოვლენების გააზრებასაც და მსოფლიოს ისტორიის ახსნასაც. ჩემი მეგობრებს მოვიკითხავთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ მომოთხოვა ეს წიგნი. ლაზარის. კი. მეგობრებო, ათხოვეთ ერთმანეთს წიგნები და შემდეგ წიგნების თავის თუ გაიმარჯვებენ, კემბრიჯში წაგიყვანენ თან. მაქსიმუმ საჩუქრს. შემდეგი რაუნდი არის მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ კომპანია, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაარსდა. კაია. დამფუძნებელი ფიქრობდა, რომ ქალებს ბიზნესში არაფერი ესაქმებოდათ. თუმცა ბედის ირონიით, მის ვაჟს კომპანიის მართვის ინტერესი საერთოდ არ აღმოაჩნდა და ხელმძღვანელობა ქალიშვილმა გადაიბარა. თავდაპირველად ისინი ინგლისიდან იმპორტირებულ საქონელს და სხვადასხვა აქსესუარს ყიდდნენ. აქსესუარზე შეიძლება იყოს და ხო? აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთმა მმართველმა მიუჩამ ეგ არის, მიდი. პრადა. პრადა. თავიდანვე მქონდა ქალის მმართველობაზე, მგონი ნაწარმოებშიც ქალი არის. ეშმაკი ატარებს პრადას. ეშმაკი ატარებს პრადაში. მიუჩა რაღაცა არ გონიათ, როცა იაპონურად ჟღერს. არა, მახსოვს რომ უკავშირდება რა პრადას რაღაცა. თორემ მე მიუჩამ და აფუძნა მიუ. ხო. თუმცა ის რა თქმა უნდა უკავშირდებოდა პრადას, ეს სწორი პასუხია. ლიტერატურული მინიშნებად სწორად აღნიშნა ლევანმა ეშმაკი ატარებს პრადას, იქაც რა თქმა უნდა ქალი მართავს პრადის მოდის სახლს და ეგ პრინციპში ანა ვინტურისგან არის აღებული ეგ პერსონაჟი, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა ლორენ ვაისბერგერს პრადა ჰქონდა მხედველობაში. 12-0 ხდება ანგარიში მეოთხე რაუნდის შემდეგ და მოდით ნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი. 1000-ფრთიანი წერო ცნობილი იაპონელი მწერლის და ნობელის პრემიის ლაურეატის იასუნარი კავაბატას რომანია. წიგნი 1959-51 წლებში სერიებად ქვეყნდებოდა. სრული სახით კი მომდევნო წელს გამოიცა. ტექსტი 5 თავისაგან შედგება. მთავარი თემები კი იაპონური კულტურისათვის დამახასიათებელი სიყვარული, სიკვდილი და შინაგანი სამყაროს კვლევაა. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩაის ცერემონიას, რომლის ფონზეც ვითარდება სიუჟეტური ხაზი. წიგნი ორჯერ არის ეკრანიზებული. პირველად 1953 წელს ქოძაბურო იოშიმურას, მეორედ კი 1969 წელს იასუზო მასუმურას მიერ. ვაგრძელებთ წიგნების თაროს და მეხუთე რაუნდსაც მივადექით. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ მე-19 საუკუნეში შექმნილი ტექსტი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია ავტორის შემოქმედებაში. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის შთაგონებად ის ტრაგიკული ამბავი იქცა, რომელიც მისი ოჯახის წევრს გადახდა. ნაწარმოების ცენტრალურ თემას პიროვნული თავისუფლება წარმოადგენს, რომელიც მუდმივ დაპირისპირებაშია ბედის წერასთან. აღნიშნულ დაპირისპირებას ავტორი მეტაფორებისა თუ ეპითეტების გამოყენებით აღვიძებს. საინტერესოა, რომ ხშირად ავლებენ პარალელების გამოსაცნობ ტექსტსა და პოეტის ამერიკელი თუ პოლონელი კოლეგების ტექსტებს. მირანი. აჭერს რა? მირანი, ნიკოლოზ ბარტოშვილი. მერანი. კი, ყორანთან ავლებენ ხოლმე პარალელს. ყორანთან. ამერიკელი პოიქნება და პოლონელი და პოლონელი ის არის. ტბები დამავიწყა სახელი, მაგრამ მაგრამ მერანია პასუხი. ხო, კი, დავსი. ნიკოლოზ მიცკევიჩის ლექსი არის. სო კაია. ტბები არის რაღაც. დამავიწყა სახელი ხო? არ გთხოვთ მაგ ინფორმაციას ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია. ატოს ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი ნამდვილად საოცარი ლექსი ქართული პოეზიის მარგალიტი შეიძლება ითქვას და ყინული ცხრასთვისაც საყვარელი ლექსი გახდება დღეიდან მერანი. გავაგრძელებთ ჩვენი თამაში. მეექვსე რაუნდი. ასოციაცია. შური. სიყვარული. საიდუმლო. ლაშქრობა. ინტრიგა. ტრაგედია. სამხედრო. აჭერსამებული. რა? ტრფობა წამებული. ტრფობა წამებული. არნოვის.
ვასილ ბარნოვის სიყვარული, შური, ბევრი რამე ემთხვევა და საინტერესო ვერსია ნამდვილად, მაგრამ არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის ტრფობა წამებული. ამალთეასთვის სამწუხაროდ გავაგზელებ ყინულისთვის შეკითხვას. კიდრეები ყო? ეჭვი, ხაფანგი, მეგობრის ღალატი, საყვარელი ქალი, მკვლელობა, მეგობრის ღალატი. სუიციდი, ჯდება სუიციდი. ხელსახოცი, ოტელო. ვენეცია. ვილიამ შექსპირის ოტელო. რატო დამიზუსტეთ სხვა ოტელოზეც? ვილიამ რამე არ იყოს და არა. და რა ვილიამ სალიბას. ოტელო. ნამდვილად მეგობრებო, ეს სწორი პასუხია, ეს არის ოტელო, სადაც ეჭვი და ხელსახოცი ერთად ჟღერს, იქ შეუძლებელია სხვა რამაზე იფიქროს ადამიანმა. ეს არის ოტელო და კიდევ სამი ქულა ყინული 900. გავაგზავნოთ ჩვენი თამაში, გეტყვით რომ 3 რაუნდი გვაქვს დარჩენილი. ამალთეა, არ მოიწყინოთ, პირიქით, წინ გვაქვს კიდევ 9 ქულა, მერე 12 ქულა და ასე შემდეგ. მე-7 რაუნდი. ავტორი. გამოსაცნობი ავტორი მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. ისტორიკოსი იენს იორგენსენი ვარაუდობს, რომ მწერალი მეფის კრისტიან მერვეს არაკანონიერი შვილი იყო. სიმბოლურია, რომ ბავშვობაში მასზე დიდი გავლენა ზღაპრების ცნობილმა ჰანს კრისტიან ანდერსენი. ჰანს კრისტიან ანდერსენი და მამის სახელი დაარქვეს? კრისტიან მერვეს? შუა სახელად. რატომ აბა რომ ითხრა მაინც? სკანდინავიისკენ წავედი სიმართლე ვთქვი, თავიდან მოსახელი და გვარები თქვით სკანდინავიისკენ და ზღაპრებზე ხო. დანიაც არის ჰანს კრისტიან ანდერსენი. აი ესე მარტივი, მაგრამ ზუსტი დეტალებით ეწყობა ხოლმე ლოგიკა წიგნების თაროში. ეს სწორი პასუხია, ეს არის ანდერსენი. ასე გააგრძელე. ანდერსენი. რაღაცა შეგრძნება, მაგრამ ძალიან სწრაფად მივდივართ თამაში, ჰაიჰარად რო იტყვიან. ნახოთ, კინოც თუ ასე გიყვართ, როგორც ლიტერატურა. მერვე რაუნდი. ეკრანიზაცია. აჭერს ამალთეა. კოსმოსური ოდისეა 2001. ეს სწორი პასუხია, ეს არის კოსმოსური ოდისეა 2001. პირველი არსება გამოჩნდა თუ არა კადრში? მაშინვე 3 ქულა მოიპოვა ამალთეამ. აი ასე, ეს სწორი პასუხია, ნამდვილად ართურ კლარკის ეკრანიზაციას ხედავდით, რა თქმა უნდა, ძალიან ცნობილ ეკრანიზაციას. შეიძლება რიგ შემთხვევაში პირველ წყაროზე ცნობილსაც ბრიკის წყალები. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. ეს ნაწარმოები მე-19 საუკუნის ბოლო 10 წლეულში დაიწერა. არსებობს ვერსია, რომ რომანის მთავარი გმირის პროტოტიპი საიდუმლო აგენტი სიდნი რაილი იყო, რომელიც ავტორს დაუახლოვდა და მასთან ერთად იტალიაშიც იმოგზაურა. მოგვიანებით სამართალდამცავმა უილიამ მელვილმა აღნიშნა, რომ რაილი მწერალზე ინფორმაციას აგროვებდა და დაინტერესებულ მხარეებს გადასცემდა. წიგნის მოქმედება მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მიმდინარეობს. მაშინ, როცა იტალია ავსტრიის იყოს რა, კრაზანა. რატომ მონიკა? პერიოდი ემთხვევა, იტალიაშიც არის მოქმედება და თან ინგლისი გვაქვს, თან იტალია. საიდუმლო აგენტია თუ რაღაც მსგავსი თავარი პერსონაჟი. ართურ ბერტონი. ეს არის კრაზანა, ეტელ ლილიან ვოინიჩის რომანი გამოიცნო ყინული 9 მე-9 რაუნდში და მოიპოვა კიდევ 3 ქულა საკუთარ აქტივში. შესაბამისად ლიტერატურული რაუნდების ეტაპი ამოვწურეთ, გადავალთ ქართულ და ზოგად რაუნდებზე, მანამდე კი ვნახოთ
შემეცნებითი ვიდეო რგოლი. ართურ კლარკი, ინგლისელი ფანტასტი, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. განსაკუთრებით ცნობილია რომანით 2001 კოსმოსური ოდისეა, რომელიც სტენლი კუბრიკის ფილმის სცენართან ერთად შეიქმნა და ჟანრის კლასიკად იქცა. კლარკი ხშირად წინასწარმეტყველებდა მომავლის ტექნოლოგიებს, მათ შორის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების იდეას, რომელიც მოგვიანებით მართლაც რეალობად იქცა. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა მეცნიერული სიზუსტით, კოსმოსისადმი ინტერესით და ადამიანობის ფილოსოფიური გააზრებით. კლარკი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შრი-ლანკაში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა. ვაგრძელებთ წიგნების თაროს დაპირებული ქართული ეტაპით, მეგობრებო, ყურადღებით, პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით ადამიანი, რომელიც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა. ზურაბ ჭუმბურიძის ვერსიით მისი სახელი სპარსული სიტყვის შემოკლებული ვერსიაა და გვარის უფროს ან დარიოსის მოდგმისას უნდა ნიშნავდეს. მმართველობა სამეფოსთვის რთულ ხანაში მოუწია, როცა ძალაუფლების ცენტრი ბიზანტიასა და ირანს შორის იყო გადანაწილებული. მან დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანობის შენარჩუნებაში. აბა, ჯოისელი ჩამოიყვანა. 3 აი, ვახტანგ გორგასალი იყოს. მაგრამ სხვას დავარტყმე. ეს არ არის სწორი პასუხი. არა. ეს არ არის ვახტანგ გორგასალი. ვაგრძელებ შეკითხვას ამალ თეასთვის ყურადღებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეფემ სატახტო ქალაქი თბილისში გადაიტანა, ის მაინც კახეთში მდებარე ისტორიულ ციხე ქალაქთან ასოცირდება. 3 ეს არის ვახტანგიშვილი დაჩი. დაჩი. არა ვახტანგ გორგასალი, არამედ მისი ვაჟი. ეს სწორი პასუხია ნამდვილად, ეს არის დაჩი. დარიოსის მოდგმისასო რაღაცნაირად შეიძლება დაჩი ნიშნავდესო. ესეთი ვერსია არსებობს მოკლედ და ქრისტიანობის შენარჩუნებაზე იყო, ამიტომ საუბარი და არა მიღებაზე. გავაგრძელოთ თამაში. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. გამოიცანით რეგიონი, რომელიც არაერთი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის ტერიტორიას მოიცავს. მისი ფართობი 11500 კვადრატულ კილომეტრამდე აღწევს. მოსახლეობა კი 2014 წლის მონაცემებით დაახლოებით 320.000-ია. რეგიონი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების პუნქტია. აქ შევხვდებით ისეთ ისტორიულ ძეგლებს, როგორებიცაა გრემი, სად არის? კახეთი. ახეთი, ესე ხო, კახეთი. ახეთი. რეგიონი. კი, რეგიონი. მაგდენი მოსახლეობა რაღაც კონკრეტულ რეგიონში კახეთში არ ალაზნის იქნება. ხეობაში არისო 300.000 ადამიანიო და 20-ც დაემატა, ახეთ იორზე. ეს არის კახეთი, ნამდვილად. ეს სწორი პასუხია. კახეთის სწორი პასუხია, გრემი, ნეკრესი, იყალთო და რა ვიცი, ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, იმდენად მდიდარია კახეთი ღირს შესანიშნაობებით. ტურისტების სიყვარული ძირითადად მე მგონი მაინც ღვინოს უკავშირდება, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ თამაში მესამე ქართული რაუნდი. კულტურა. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ კონკრეტული ნაგებობა, რომელიც 1971 წელს გაიხსნა. შენობის ვესტიბიული ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს. ხოლო მისი არქიტექტორი ივანე ჩხენკელი იყო. საინტერესოა, რომ ამ ადგილას 1928 წლიდან საცხოვრებელი სახლი ალიონი იდგა. ნაგებობას დიდი კულტურული დანიშნულება გააჩნია. მის წინ იმ ხელოვანთა ვარსკვლავებია გახსნილი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამალთეა. რუსთაველის საოპერო თეატრი. გააზუსტეთ, რას გულისხმობთ? რუსთაველის თეატრი. რუსთაველის თეატრი. არა საოპერო. რუსთაველის თეატრი. რუსთაველის თეატრი. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. აუ არ ვიცი.
ვაგრძელებ ყინულისთვის. მის წინ იმ ხელოვანთა ვარსკვლავებია გახსნილი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს სფეროს განვითარებაში. წლების განმავლობაში აქ უამრავი ღონისძიება გამართულა. მათ შორის სუხიშვილებისა თუ საერთაშორისო შემსრულებლების კონცერტები. ეს არის ფილარმონია. ბოლოს შეჯერდით ფილარმონიაზე. პრინციპში რუსთაველის გამზირს და კოსტავის გაგრძელებას თუ გაუყვებით, რამდენიმე ეგეთი ადგილია, სადაც ვარსკვლავებია გახსნილი. ისაც შეიძლება ყველგან ყოფილიყო ეს. ხო. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა პასუხად ფილარმონია ეს სწორი პასუხია. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, ან როგორც მას ვიცნობთ, ფილარმონია. ეს სწორი პასუხია და აბა ჩაუღრმავდეთ კიდევ უფრო მეტად ხელოვნებას და ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. გიორგი, მონიკა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით ნამუშევარი, რომელიც სავარაუდოდ მე-15 საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. ერთი ვერსიით ნახატის დამკვეთი ლორენცო მედიჩი იყო და ახლად შეძენილი სახლის ვილა დი კასტელოსთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ნამუშევრის ხილვა უფიცის გალერეაშია შესაძლებელი. საინტერესოა, რომ ხელოვნების ამ ნიმუშს ხშირად განიხილავენ მხატვრის სხვა ნამუშევართან, პრიმავერასთან, ანუ გაზაფხულთან ერთად. გამოსაცნობი ნახატი, მონიკა. ვენერას დაბადება. ვენერას დაბადება. ესე ქვია? სანდრო ბოტიჩელის ვენერა. სანდრო ბოტიჩელის ვენერას დაბადება. ამ ნახატს მართლაც ქვია, ეს სწორი პასუხია. ეს სწორი პასუხია. უფიციში ერთსა და იმავე დარბაზშია გამოფენილი ორივე გაზაფხულიც და ვენერას დაბადებაც, ამიტომ ხშირად ადარებენ ხოლმე სტილისტურად და სხვა მხრივ. სწორი პასუხი და მეცნიერების რაუნდზე გადავიდეთ. გუგა, ლევან, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. დაასახელეთ პიროვნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა როგორც ფილოსოფიის, ისე გეომეტრიის, ალგებრისა და მაშასადამე მეცნიერების სხვა დარგების განვითარებაში. დაიბადა საფრანგეთში, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ნიდერლანდების ტერიტორიაზე მოღვაწეობდა და მათ არმიაში მსახურობდა კიდეც. ამ მეცნიერს მიეწერება პირველად X-ისა და Y-ის უცნობის აღნიშნულებად გამოყენება. აგრეთვე საკოორდინატო სისტემის შექმნა. 1659 წელს, როგორც იმ დროის გავლენიანი ფილოსოფოსი, დედოფალმა კრისტინამ შვედეთში სამეფო კარზე მიიწვია, სადაც გარდაიცვალა კიდეც. 3, 2, 1. არსებობთ ახლა თქვენ წიგნების თაროში, როგორ ფიქრობთ? კეთილი, ეს არის რენე დეკარტი, მეგობრებო, რენე დეკარტი. ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ, ამიტომ კითხვაშიც ეგრე ავაწყეთ რაღაცა მაშასადამე, ასე და ასე. ვერ დავიჭირე. კოორდინატთა სიბრტყეც მისი მონაგონა. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმოთ. ლიზა, ილია, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით სპორტსმენი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიბადა. მისი მშობლები ბერბერულად მოსაუბრე სოფელში ცხოვრობდნენ. ბავშვობაში მისი კუმირები ენცო ფრანჩესკო. ზიდან. ვინ? ზინედინ ზიდან. რატო? იმიტომ რომ ეგეც ვიცოდი რომ ბერბერი მშობლები ყავდა, წარმოშობით ალჟირელი და ენცო ფრანჩესკო ყავდა კუმირი, შვილს ენცო დაარქვა. მაგიტო დაარქვა? დიახ. სად თამაშობდა ენცო ფრანჩესკო? რაღაც ურუგვაულ და რაღაც ის მონდებში. არაფერი მინდა რომ მეტი ინფორმაცია. მონდერებში იყო თუ დაგეხმარებათ რავი, მონტევიდეოს მოვონდერებში. მე არაფერს კაცი თქვენ უნდა დაგეხმაროთ, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია, ნამდვილად ეს არის ზინედინ ზიდანი.
ზინედინ ზიდანი, რომელიც ორი ქულის მომტანი აღმოჩნდა კიდევ ყინული 9-თვის და ამგვარად ზოგადი რაუნდების ეტაპიც ამოუწურეთ ძვირფასო მეგობრებო. მე შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22-ვე სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. მოდით ახლა ვნახოთ შემეცნებითი ვიდეორგოლი სწორედად ზინედინ ზიდანზე. ზინედინ ზიდანი, ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. კარიერა კანში დაიწყო, დიდ წარმატებებს კი იუვენტუსსა და მადრიდის რეალში თამაშისას მიაღწია. 2001 წელს ის გახდა იმ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, როცა ესპანურ გრანჩი 77.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ზიდანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გახდა 1998 წლის მსოფლიოს და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. ისტორიაში მისი მრავალი გოლია შესული, მათ შორის 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული კულტო დარტყმა. ზიდანი წარმატებული მწვრთნელიცაა 2016-18 წლებში რეალთან ერთად ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ბრუნდებით თამაშში, უნდა ვითამაშოთ ჩვენი შოუსთვის დამახასიათებელი დასკვნითი ეტაპი, რომელიც არის ბლიცი და ბლიცში ითამაშებენ გიორგი და ილია. ილია კი პირველ ბლიცს ითამაშებს. მზად ხარ ამისთვის? დავიწყოთ. დავიწყოთ ბლიცი ილიასთან. დავიწყოთ. სადაური წერალია პოლოსტერი. ამერიკელი. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა შაგრენის წყავი? 19. სწორედ ორჰან ფამუქის მეწითელი? ქვია. სწორედ რომელ წელს წიგნია გველის პერანგი? რობაქიძე. სწორედ მარკ ტვენთან ვინაი ერთმანეთის ტომი და სიდი? ძმები. სწორედ რომელი წიგნის პერსონაჟია შორენა კოლონკელიძე? დიდოსლეს მარჯვენა. სწორედ როგორი მხედარია მაინც? უთავო. სწორედ რაგვარია დიდი გეთის პერსონაჟი ნიკი? ქერევე. სწორედ რომელ ქალაქში ცხოვრობს სუპერმენი? შემდეგ. მეტროპოლისი ბიბლიაში რა ქვია იაფეტის მამას? ნოე. სწორედ რა ქვია კარლ კოლოდეს გრძელმცხვირა პერსონაჟი? პინოქიო. სწორედ კიპლინგთან რა არსებაა ბალუ? დათვი. სწორედ რაგვარია ღრუბლების ატლასი? მიჩელი. დევიდის სწორედ ვის პოემაა გოგო თურ და აფშინა? ბლაჟა. სწორედ ვეფხზავსანში რა ქვია ხატაეთის მეფეს? რამაზი. სწორედ პოტრიადაში რა ქვია პროფესორ სლაქორდს? ჰორაციოს. სწორედ რომელ სოფელში დაიბადა იაკობ გოგებაშვილი? ვარიანი. სწორედ საბანიძესთან რა ქვია ერისთავს რომელმაც აბოჭა? ნერსე. სწორედ ვის წიგნია სულების სახლი? ალიენდე. სწორედ ბოჰუმილ ხრაბალის მეტისმეტად მარტოობა. სწორედ რომელ ავტორთან ხვდებით ბოდლერების ოჯახს? შემდეგ. სნიკეტი ვის მოთხრობაა მეზგრეივების საგვარეულო წესი? შემდეგ. კონან დოილის რაც სახელით ვიცნობ ტერენტი გრანიტ. კუიკუიკას? სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა მარსელი? 21. სწორედ რა ქვია კეთნის ევერდინის შეყვარებულს? პიტა. სწორედ ნიკოლ ორთმანძის შელოცვა? რადიოთი. სწორედ რა ქვია არია სტარკის მგელ საზარას? ნიმერია. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ილიამ დააგროვა 24 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ილიას. მე კი ვინაცვლებ გიორგისთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მზად ხარ გიორგი? დავიწყოთ. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადაური მწერალია ჯონ აპდაიკი. ინგლისელი. ამერიკელი, რომელიც საუკუნეში დაიწერა სამი მეგობარი? მე-19. მე-20 ელიფ შაფაკის სიყვარულის 40. წესი. სწორედ რომელი წელი წიგნია ჰაკი აძბა? ქიაჩი. სწორედ სენჯერთან ვინარი ერთმანეთისთვის ჰოლდეინ და ფიბი? დაწვა. სწორედ რომელი წიგნის პერსონაჟია მარგო ყაფლანიშვილი? შემდეგ. ჯაყოს ხიზნები რაფერის ბელადია მაინრიდის წიგნის სათაურში? სწორედ რაგვარია დიდი გეთის პერსონაჟი რეისი? ბიუქანენი. სწორედ რომელ ქალაქს იცავს ბეტმენი? შემდეგ. გოთემს ბიბლიაში რა ქვია სეთის მამას? იაფეთ. ადამი რა ქვია ჯანი როდარის ხალხისთავა პერსონაჟი? შემდეგ. ჩიპოლინო კიპლინგთან რა არსებაა კა? გველი. სწორედ რაგვარია ბნელი მატერიის ავტორი ბლეიკი? კრაუჩი. სწორედ ვის პოემა აჩრდილი? ილია. სწორედ ვეფხისტყაოსანში რა ქვია ნესტანდარჯის მამიდას? დავარი. სწორედ პოტრიადაში რა ქვია პროფესორ ლუპინს? რემუს. სწორედ რომელ სოფელში დაიბადა სულხან საბა ორბელიანი? შემდეგ. ტანზია იაკობ ხუცესთან რა ქვია ჯოჯიკის ძმას? შემდეგ. ვარსკენი ვის წიგნია ველური დეტექტივები? შემდეგ. ბოლანიოს ბოჰუმილ ხრაბალის ვემსახურებოდი ინგლისის? მეფეს. სწორედ რომელ ავტორთან ხვდებით პევენსების ოჯახს? შემდეგ. კლაივ ლუისი ვის წიგნია ვილა ჩალის ფერიცხენი? შემდეგ. კრისის ვის ნამდვილი სახელი ალექსანდრე ჩოფიკაშვილი? ყაზბეგი. სწორია რომელ საუკუნეში გამოიცა უცხოთა ქვეყანაში? ბელს. სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 13 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის. და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ჩვენი 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ თამაში ყინული 9 ხსნის წიგნების თაროს ქულათა რეკორდს და იმარჯვებს ანგარიშით 56-ით 18 56 ქულა 56 ქულის აკუმულირება ჯერ გუნდებს არ მოუხდენიათ არასოდეს და ეს შეძლო ყინული 9 მაინც ჩვენს 22 სეზონში. მეგობრებო, ასე ტრიუმფალურად გაგეგრძელებინოთ ეს სეზონი, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. და მე მინდა რომ ხურვალი აპლოდისმენტები წარმატებები ვუსურვოთ ასევე ამალთეას შემდგომ ორ თამაში
გუნდურად დებიუტია თქვენთვის და ამიტომ შემდეგი ორი თამაში უკვე უფრო ადაპტირებულები, უფრო მოთელილები შეხვდებით ამ ორ თამაშს და გისურვებთ რომ წარმატებული შედეგით დაგესრულებინათ. დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან საინტერესო თამაშის შემდეგ შეგპირდებით რომ ერთმანეთს კვლავაც ციგნების თაროში შევხვდებით, ამიტომ უყურებთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლილე ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას,